საღამო მშვიდობის კი არა და დღე მშვიდობისა ყველას. მეგობრებო, მოვედი თქვენთან. მოვედი. აბა როგორ ვართ? დღე მშვიდობისა. აბა როგორია თქვენი დღე დღეს? ჩემო ძვირფასებო, მოვედი. სალამი ყველას. აბა როგორ ვართ? აი. როგორ ვართ? აი როგორ ვართ? მეორე შანსი. როგორ ვართ მეგობრებო? აჰა. ბედნიერი დღე ყველას. გაიხარე. კი, რატომაც არა, ყოველი დღე უნდა იყოს ბედნიერი მეგობრებო. ნამდვილად უნდა იყოს ყოველი დღე ბედნიერი. აჰა, მორიელიც აქ არის. ჩემი ჯგუფის წევრებიც აქ არის, მეგობრებო. აბა სად ვართ? დილა მშვიდობისა. ძალიან კარგად. თავად როგორ გიკითხოთ? მოდი ანა მარიასაც გადავუზიაროთ. ანა მარიას გადავუზიაროთ, მორგანას გადავუზიაროთ, კიდევ ვინები ვართ? ხო, აგერ კიდევ ერთს გადავუზიაროთ, მოკლედ გადავაზიაროთ მეგობრებო. ესეც ასე. აბა, როგორია თქვენი დღე დღეს? ვის რა გაქვთ გეგმაში? ჩემო ძვირფასებო. ჩაიფიქრეთ. დღევანდელი დღე და სხვა დანარჩენი კარგი რამეები. ხო. მოვამზადებთ თქვენთან ერთად კარტებს, დასტებს, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ თქვენი ენერგიები კარგად მოვიდეს ჩემამდე, რომ კარგი ამბები გავიგონოთ. ხო. მოკლედ, თქვენი ენერგიები. კარტები მიცვივა ხელიდან. აბა როგორ ენერგიებში ვართ დღეს? ეხლავე გავარკვე. ბევრი გაავებული ვართ, ბევრი. ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა დღეს. კარტებს ვერ ვიმორჩილებ მეგობრებო. კარტის დასტებს აქ ვერ ვიმორჩილებ. აქ ვარ მეც. ვიცი, მორიელ დაგინახე. ძალიანაც კარგია. დავიწყოთ მეგობრებო? დავიწყოთ. ვინც ვართ იმით დავიწყებ. რომ დრო არ დავკარგო. დავიწყებ თქვენი ენერგიები, ვინ ხართ დღეს? მოგესალმებით ყველას, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს გვერდში დგომისთვის, ლაიქებისთვის, აი იმ თბილი კომენტარებისთვის, რასაც მე მიტოვებთ და ერთმანეთის მიმართ გამოვხატავთ, ჩემო ძვირფასებო. მერწმუნეთ, ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს. მოკლედ, გავაგრძელებ ახლა. დავიწყებ თქვენი ენერგიებით და დავიწყოთ თქვენი ენერგიები. საზღვრები. ვინ საზღვრებს გარეთ ვართ? ვინ საზღვრებს ვაწესებთ? არც იქეთ მივდივართ, არც აქეთ მოვდივართ. არც ვუშვებთ არავის და არც სურვილი გვაქვს არავის და არაფრის მეგობრებო. კი. ესეთია ჩვენი პოზიცია დღეს. ბევრ თქვენთაგანთან. კიდევ თქვენი ენერგია, ხო? ანუ უყურეთ თქვენგან წასული ადამიანი უკან ვეღარ მოდის. ხო, აი ზუსტად. აი მეგობრებო, აი ზუსტად. ხო. კიდევ თქვენი ენერგიები. ხო, სიმართლეს ამბობთ. ვიცი რომ სიმართლეს ამბობთ. ვიცი რომ სამართლიანები ხართ. აი ამას ამბობს ზუსტად კარტი. სამართლიანი ადამიანები. კიდევ ძალიან დიდი ტკივილი გაქვთ გულში რო იტყვიან. ძალიან დიდი ტკივილი გაქვთ და ძალიან გაურბი ხართ უკვე ამ ყველაფერს. ბევრს სიკვდილის გინატრიათ, ბევრს ცუდიც გიფიქრიათ, ბევრს ცუდიც გდომებიათ, ნუ რაღაცა მსგავსი. ბევრი თქვენთაგანი მამაკაციცაა და ქალბატონით, ანუ შარულიანი გოგონები მიყურებთ რო იტყვიან.
კიდევ გაურბიხართ ყველანაირ გაუგებრობას. ძალიან არ გინდათ, არ გსიამოვნებთ, აი ესეთ ნიღბიანი ადამიანები, ვის სიამოვნებს მართალია? და ესეთ სიტუაციას გაურბიხართ, სადაც არ იცით თუ რა ხდება და რა გელოდებათ, ვთქვათ. კიდევ თქვენი ენერგიები. ძალიან ბევრს ფიქრობთ. ეხლა გაქვთ ჩართული ფიქრის რეჟიმი, გონება გაქვთ ჩართული, ჩემო ძვირფასებო. ამ გონებაში ატრიალებთ, აი რო იტყვიან პლასტინკასავით ატრიალებთ ყველაფერს, ფიქრობთ, ანალიზებთ, უფრო ანალიზის ფიქრი გაქვთ. აქ ვხედავ კიდე მე წარსულის განხილვას. თითქოს გონებაში განიხილავთ თქვენს წარსულ ცხოვრებას. წარსულ ტყუილებზე აგებულ ცხოვრებას. თქვენი მხრიდან არა, სხვა ადამიანების მხრიდან. კიდევ თქვენი ენერგიები, ხო, აი იმას, რომ არასწორი იყვნენ, აი ზედაპირული და აი ნეისკრენი, აი არასამართლიანი სიტუაცია რო ქონდათ. კიდევ ძალიან გულგატეხილები ხართ. აი რა ვთქვა? თითქმის ერთი და იგივე, რაც იყო გუშინ, ისაა დღეს. თქვენ დაგევალებათ ეხლა მეგეთყვით. თქვენ გევალებათ ამ სიტუაციის მიღება და გაშვება, მეგობრებო. შეუცდომელი არავინ არ ვართ. ვიცით, ხო? თქვენ უბრალოდ რა უნდა გააკეთოთ? უნდა აღიაროთ ეს სიტუაცია საკუთარ თავთან. კი ბატონო, შევცდი, დავაშავე, მაგრამ გამოვასწორებ. всё. დამთავრდა. გაუშვით ეს ყველაფერი სამყაროში. თხოვ უფალს, რომ მომცეს იმის საშუალება, რომ გამოვასწორო და აღარ გავიმეორო. დამთავრდა, მეგობრებო. ეს მეტი არაფერი არ გინდათ. აღარ დაუბრუნდეთ იმ წარსულ სიტუაციას. აღარ გაიმეოროთ წარსული. აღარ დაუბრუნდეთ წარსულ ადამიანებს, იმიტომ რომ უკვე ვიცით იქ რაც იყო. დამთავრდა. არაუშავს თუ შეგვეშალა. ეს სიბოროტით არ შეგვშლია. სიყვარულით შეგვეშალა, ნდობით შეგვეშალა. აპატიეთ ადამიანს და გაუშვით. აპატიო და დაიბრუნო არა, მეგობრებო. გაუშვით. ხო. საკუთარი სულის ძლიერებისთვის უნდა გაუშვათ, აპატიოთ და გაუშვათ, მაგრამ აპატიო იმიტომ არა, რომ უნდა დაიბრუნო, არავითარ შემთხვევაში, მეგობრებო. გამორიცხულია. ხო. აი ასე. ნახეთ უბრალოდ რა კარტია მოვიდა. მეგობრებო, ხედავთ ხო? მეგობრებო. ხო, აპატიეთ ეს წყევლა, აპატიეთ ადამიანებს ვთქვათ მაგიები, აპატიეთ ეს ყველაფერი აპატიეთ საკუთარ თავსაც, მეგობრებო და გაუშვით. ხო, მაგრამ იქ აღარ მიბრუნდეთ. ფოტოა მოვარდა. ხედავთ ხო? ხო. თუნდაც გაგიკეთათ მაგიები. კი ბატონო, მესმის, აკეთებენ ამას. აკეთებენ. არის გაკეთებულიც არის, ვხედავ აქ, მაგრამ ამაზე აღარ იფიქროთ. ეს უკვე წარსულში დატოვეთ. ეს ვერაფერს ვეღარ გიზამთ. ამან ვერაფერი დაგიშავათ. ეს იყო ყველაფერი დროებითი, მეგობრებო. დრო, მეტი არაფერი. დრო. დაგაკარგვინათ დრო. და მეტი ვერაფერი. ხო ცოცხლები ვართ, კაცო. ცოცხალ ადამიანს ყველაფერი შეგვიძლია. ამისთვის გონება აღარ დაიღალოთ. ჩააბარეთ წარსულს, ეს ყველაფერი გაუშვით. თავს ნუღარ იტანჯავთ. აი თქვენი ტანჯვაა. გაუშვით ეს გაბრკოლებთ. აპატიეთ საკუთარ თავსაც. იმ ადამიანებსაც მიუტევეთ, უთხარი უფალო ვაპატიე, всё. ოღონდ წავიდნენ ჩემი ცხოვრებიდან. აღარ მინდა მათთან ურთიერთობა, აღარ მინდა მათი არაფერი. მიუტევებ მხოლოდ ჩემი სულიერი სიმშვიდისთვის და მე გავაგრძელებ ჩემ გზას მათ გარეშე. დამთავრდა, მეგობრებო. აქ მეტი არაფერი არაა საჭირო. ორი კარტი. всё. ეს გჭირდებათ, მეტი არაფერი, მეგობრებო. ხო. უკან აღარ უნდა დაბრუნდეთ ოღონდ. აი ასე. კიდევ თქვენი ენერგიები ზევით მე მგონი არ ვიცი, პაპუასები ცხოვრობს, ვინ არის, ვერ გეტყვით, მეგობრებო. ხო. გავაგრძელებთ ძვირფასებო. თქვენი ენერგიები, აი ამ წუთას რა უნდა გააკეთოთ ახლა, ამის შემდეგ. ყველანაირი ხერხი უნდა გამოიყენოთ. აი ნახეთ, მეგობრებო. ნახეთ რა წერია. ნოჟესტვენი ვიპურ. ყველანაირი ხერხი უნდა გამოიყენოთ, რომ ცხოვრება გააგრძელოთ თავიდან.
რომ ის მარცვალი დათესოთ, რომ აღმოცენდეს და აი გაიხაროს. აი ხვდებით ხო, რასაც ამბობ. სულიერი სიმშვიდე უნდა მოიპოვოთ, მეგობრებო. ნახეთ რა წერია ქვემოთ. ხო. კიდევ რა უნდა გააკეთოთ? დაიბრუნოთ უნდა თქვენი ხასიათი. დაიბრუნოთ უნდა თქვენი ადამიანობა. აი უნდა დაბრუნდეთ თქვენს პოზიციაზე. აი ის რაც გაქვთ თქვენ, ის რაც თქვენია, მეგობრობა. აი ის თავისუფლება. აი ესე მეგობრებო. აი ესე. აი ეს. აი ამ ჯიშის ძალზე ვგიჟდები. აი ესე მეგობრებო. ვიცი რომ ერთგულები ხართ. ვიცი რომ იმედიანები ხართ, ვიცი რომ მორწმუნეები ხართ. ყველაფერი დადებითი თქვენში არის. ამიტომ კიდევ ერთი შანსი გეძლევათ, რომ კიდევ ერთი არა, შანსი გეძლევათ, რომ გააგრძელოთ ცხოვრება აი იმით, რაც თქვენში არსებობს, ადამიანობა. ეს მართალია ხა თქვენთვის გაურკვეველია, მე რაზეც საუბრობ, შეიძლება ვერ ხვდებით, მაგრამ და მაინც, ხო. შეუძლებელი უნდა შეძლოთ. ხო, სიამაყის გრძნობა უნდა იქონიოთ საკუთარი თავის. არა აფასებთ სათანადოდ საკუთარ თავს. საკუთარ შესაძლებლობებს არ აფასებთ. აი მეც ვიყავი ერთ დროს ესე, მეც მეგონა თურმე რამდენი შემძლებია, მეგობრებო. თურმე რამდენი შემძლებია. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მიკვირს ამას რო ვამბობ. აი ესე იქნებით თქვენც. მოვადრო და იტყვით, რომ თურმე რამდენი შემძლებია, თურმე რა ადვილი ყოფილა, აი რისთვის ვიკლავდი თავს, აი დედას ფიცა ვარ, ზუსტად ამას იტყვით. ხო. კი ბატონო. კიდე. აჰა, გარისკოთ უნდა თქვენი ცხოვრება. რისკი. То рискнёт, тот пьёт шампанское. ხო, აი ზუსტად. რისკი მეგობრებო. და კიდევ. რისკი და კიდევ. აჰა, გულის კარი უნდა გახსნათ. უნდა იყოთ იმედის, თვალით უნდა უყურებდეთ ამ ყველაფერს. უნდა წამდეთ და ელოდოთ სასწაულებს. აი მეგობრებო. აი უნდა გწამდეთ მაინც სასწაულების, უნდა გჯეროდეთ სასწაულების. ხო, აი ჯადოსნობის კარგის მხრივ უნდა გჯეროდეთ, ირწმუნეთ და დაინახავთ თქვენ მომავალს. სულ ძალიან მალე. თუ როგორ ხდება სასწაულები, სულ დამაყარა ტანში ახლა მეგობრებო. ხო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა გელოდებათ. ის ეხლა რა ენერგიასაც მე აქ ვგრძნობ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეს რა კარგი შეგრძნებაა ჩემო ძვირფასებო. ხო. ეს არის თქვენი კარმა. კარმა იმ ხრივ არა რომ ცუდი, კარმა არის დადებითი მეგობრებო. კარმის მნიშვნელობა თუ იცით, კარგად თუ არ იცით მოიძიეთ. კარმა არის კარგიც და კარმა არის ცოტა ისეთიც. კარმა იყო ის რაც გაიარეთ და კარმა არის ის რაც გელოდებათ. კარგი ცხოვრება. იმედია მიხვდით რასაც ვსაუბრობ. ხო. კარმა ცუც არ ნიშნავს. კარმა ნიშნავს იმას, რაც თქვენია, იმას ვერ წაუხვალთ ვერსად. ამ გაკვეთილებს თქვენ ვერ წაუხვიდოდით. ვერაუვლიდით გვერდს, ეს უნდა გესწავლათ. კარმა იყო ის, რომ გესწავლათ უნდა თქვენი საკუთარი თავის ფასი. აი ესეც კარმაა, მეგობრებო. ხო. მოგიკაგუნათ სამყარო მყარებზე, იმიტომ რომ ჭკუა უნდა გესწავლათ. გესწავლათ საკუთარი თავის ფასი. ესაა კარმა, თორე კარმა იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე სადმე გტოვებთ. არა. ხო. ზუსტად. ქვემოდან კარმის კარტი, მეგობრებო. ხო. გული რო გაქვთ დამძიმებული, რო ხართ განდეგილები, რო გძნობთ თავს მიტოვებული, თუმცა ინტუიცია გეუბნებათ, რომ რაღაცა კარგი გელოდებათ. კი, მეგობრებო, და ამის იმედი გაქვთ ზუსტად. ხო. აი ამას ელოდებით ზუსტად, რომ რაღაცა კარგი მოხდება, კი. კი, მეგობრებო, და ამ ყველაფერს ელოდებით. ელოდებით, მაგრამ უბრალოდ თქვენ არ იცით საიდან რა მოხდება ეს კარგი. ეს კარგი როგორ უნდა მოხდეს, ეს გიკვირთ თორე. მეტი კი არაფერი, ესაა თქვენთვის გაურკვეველი. აი როგორ უნდა მოხდეს კარგი, როცა აქამდე სულ ცუდი ხდებოდა, აი არ მჯერა, ამას ამბობთ. ხო. და უბრალოდ ყურები გაქვთ დაცქვეტილი. საიდან რა მოხდება? სიყმები ვითხრთ. კურდღლები ვითხრთ, მეგობრებო, ყურები გაქვთ დაცქვეტილი. ოღონდ სადმეიდან რამე კარგი ინფორმაცია გაიგოთ. მანდ ვართ. კი ბატონო. ხა. კი, ჩემო მეგობრებო, ასე რომ არი ნერვიულოთ.
სანერვიულო არაფერი არ გაქვთ. უბრალოდ საკუთარი თავი უნდა დააჯეროთ იმაში, რომ ამდენი ფიქრი და ნერვიულობა არ შეიძლება გონებისთვის. დაიღალეთ. დაისვენეთ. ანა მარია როგორ ხარ? ოხ. დამთავრდა ცუდი ცხოვრება. აი ნახეთ, დამთავრდა. დარჩა წარსულში. დამთავრდა. გაქცეულები ხართ უკვე. всё, ატკაზი. უთხარით არა წარსულს. დამთავრდა მეგობრებო. აი 4-ვე კარტი არასა. ასე რომ ესეთია. ხა. ეხლა აღარ გვინდა ჩვენ პარტნიორებზე საუბარი, მინდა გადავიდე პირდაპირ ჩვენი მომავალი ცხოვრება. მოდი დღევანდელი ჩვენი ლაივი იყოს. არ მინდა პარტნიორები და სიმპათიურ მაიმუნებზე არ მაქვს ეხლა დღეს სტუდიაში ადგილი. აბა რა სიტყვით? არ გვინდა მეგობრებო. არ გვინდა. ძალიან მინდა გავარკვიოთ დღეს ჩვენი მომავალი ცხოვრება. რაღაცა უნდა მქონდეს კალამი, მაგრამ სად? აგერ. დღევანდელი ჩვენი საჯარო ლაივი იქნება მომავალი ცხოვრება. მოდი ჩავიფიქროთ უახლოესი 6 თვის ვადაზე. რა შეიცვლება 6 თვის ვადაზე? აი ასე მეგობრებო. გავარკვიოთ. ცოტა გავიჩოჩოთ ცოტა წინ. მე მგონი ჯობია ესე. ხა. რა შეიცვლება 6 თვის ვადაზე? კაც არ ამოვაბრუნებ. დავტოვებ ესე ყველა ჩემს ტაროს დასტას დავტოვებ ესე სწორ მდგომარეობაში, ჩემო ძვირფასებო, აღარ ამოვაბრუნებ. დღეს იყოს ესე მინდა დღეს. ხო. ასე რომ ეხლა დავიწყოთ. ჩვენი მომავალი ცხოვრება. 6 თვის ვადაზე. ეხლა გავარკვიოთ რა მოხდება 6 თვის ვადაში, რა შეიცვლება, რა შემოვა, რა წავა, რა უნდა ვიცოდეთ, აი რაც უნდა ვიცოდეთ ყველაფერი მეგობრებო, რაც არ უნდა ვიცოდეთ, იმას კარტი მაინც არ გვეტყვის. ასე რომ არ ვინერვიულოთ. დაუსვით სამყაროს შეკითხვა თქვენთვის. გასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ. ეხლა მეყავა არ მაქვს მართალია მოტანილი, დავამთავრეთ. ჯგუფში დავლიეთ, ყავა მივირთვით, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ მეგობრებო. ასე რომ ეხლა გადმოვინაცვლეთ აქეთ ხა. ასე რომ დავიწყოთ ეხლა. ვის ჩაი, ვის ყავა, რა ვიცი, თუ კი სურვილი გაქვთ. ხა და მოკლედ დაუსვით შეკითხვა სამყაროს. მომავალი ცხოვრება. 6 თვის მანძილზე რა შეიცვლება, რა უნდა იცოდეთ, რაც უნდა იცოდეთ, ის ინფორმაცია მოგვაწოდოს ეხლა ჩვენ აქ სამყარომ. და დავიწყოთ მეგობრებო. ხო, დავიწყოთ. მომავალი ცხოვრება. ბატონო, ჩემო ძვირფასებო. მომავალი ცხოვრება 6 თვის ვადაზე, როგორი იქნება? თქვენ ცხოვრებაში შემოვა ადამიანი, აი რა გავაკეთო? ხედავთ, ხო? რაც მოხდა. პირველი სურათი იმპერატორის. ქალბატონებო, თქვენ ცხოვრებაში იქნება შემოსული ან ამ 6 თვის ვადაში შემოვა ადამიანი, პასუხისმგებელი, ადამიანი, რომელსაც ექნება ძალიან ბევრი მიღწევები, ადამიანი, რომელიც იქნება ძალიან ძლიერი, ადამიანს, რომელსაც ექნება, არადა, ადამიანი შეიძლება იყოს მამაც, დედაც, ანუ ორივე სქესის წარმომადგენელზე ვიტყვი მეგობრებო. ეს ადამიანი შეიძლება იყოს მშობელიც, შვილიც,
ბებია ბაბუაც და ზოგადად ძალიან ისეთი ავტორიტეტული, ძალიან ისეთი ლიდერი, ადამიანს, რომელსაც ექნება ძალიან ისეთი გავლილი ცხოვრებაში რას გულისხმობ? ცხოვრებისეული დანაგროვები, დაგროვება, რაღაც შენაძენი, ეს შეიძლება იყოს ოჯახი, მემკვიდრეობა, უძრავ-მოძრავი ქონება და ადამიანი, რომელიც იქნება მშობელი და ადამიანი, რომელსაც იქნება ძალიან ბევრი წინსვლა და მიღწევები. აი ესეთი ადამიანი შემოდის თქვენ ცხოვრებაში 6 თვის ვადაში, მეგობრებო. 6 თვის ვადაზე, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება? ესე მიწერია 6 თვის ვადაზე რა შეიცვლება. 6 თვის ვადაზე შემოდის აი ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში. ძალიანაც კარგი. აი ასე, მამაკაცებმაც შემოაბრუნეთ. ხა. კიდევ. ანუ მამაკაცები გაიცნობთ ადამიანს ამ 6 თვის ვადაზე. რომელთანაც თავს იგრძნობთ იმპერატორად. აბატონო, იგრძნობთ თავს გამარჯვებულად. აი მინდა გითხრათ, ვაიმე, რა მაგარია, ღმერთო, ვაიმე და ვაი თქვენ. ვაიმე და ვუი თქვენ. მეგობრებო, ვაი მაგდა ფაი წამეიღეთ თქვენ. აი მე აღარ შევიძლია, რა კაკ ხასიათზე ვარ დღეს. ხა. აი რა გავაკეთო მეგობრებო. მიყვარს ეს ხალისი და ეს გართობის, აი ეს სიცილი მიყვარს და რა გავაკეთო. ხო, რა თქმა უნდა. ადამიანი, რომელიც იქნება ლიდერი, ადამიანი, რომელიც არაფერზე არ დაიხევს უკან, ადამიანი, რომელიც იქნება ძალიან მოსიყვარულე, ერთგული, შეიძლება კონდეს გავლილი ცხოვრება და ხო ყავდეს შვილები, არ გამოვრიცხავ მეგობრებო ეხა. ხო, რა ვიცი, ვისთან როგორი იქნება, მაგრამ კი მსგავსი რაღაც იქნება. მე რა არაუშავს, ხო? შვილები სირცხვილი არაა არასოდეს, არც 5 და არც 10. ღმერთმა ყველა გვამრავლოს, გვაბედნიეროს ამ შვილებით და მათი სიხარულით. რა თქმა უნდა, მე ესე მიმაჩნია. კიდევ გავაგრძელებ. აი ხო გეუბნებით, ამ ადამიანს იქნება რაღაც ცხოვრება გავლილი, დასრულებული და დამთავრებული. რაღაც იქნება თავის ცხოვრებაში დამთავრებული. ძალიანაც კარგი. ასევე თქვენთანაც შემოვა ეს ადამიანი და თქვენთანაც ამ ადამიანის შემოსვლით წარსული ცხოვრების დასასრული იქნება. ისე აღარ იქნება არაფერი, როგორც აქამდე. 6 თვეში თქვენი ცხოვრება ისეთი არ იქნება, როგორც ახლა. მეგობრებო. ხო, იცოდეთ. ასე იქნება. ბევრი შემთხვევაში შეიძლება იყოს ასაკობრივი სხვაობა ურთიერთობაში. ეხლა არ დამიწეროთ აქ რომ ვაიმე ესეთი ადამიანია წარსულში და ის დაბრუნდებაო. მეგობრებო, არ გამაბრაზოთ. ძალიან გთხოვთ. იქნება ასაკობრივი სხვაობა, რელიგიური სხვაობა. კი ბატონო. კიდევ რა შეიძლება რო იყოს? ეს ადამიანი იქნება შეიძლება ბავშვივით, შინაგანად იქნება ბავშვი. ხა, ძალიან იცით როგორი იქნება, თავის სიტყვას არ გადავა, რასაც იტყვის, იმას გააკეთებს. იტყვის, დაგპირდება, აუცილებლად აასრულებს. გეტყვით, მანქანას გიყიდი, გიყიდის. გეტყვის, ბინას ვიყიდი, იყიდის. რასაც იტყვის, იმის გამკეთებელი იქნება. ამიტომ დააკვირდით ყველას. სიტყვა და საქმე. მეგობრებო, ხო? მე მგონი მიხვდით, რასაც ვამბობ, ხო? ეს ადამიანი იქნება ძალიან აქტიური, ძალიან თავდადებული, ძალიან ძლიერი პიროვნება, ეცოდინება მათემატიკური ანალიტიკა. ეს იქნება ადამიანი ძალიან გამოცდილი და აი ავტორიტეტული. მის ირგვლივ მყოფებში იქნება ლიდერი. სასწაული თუ გინდოდეთ. ხო, კიდევ, მამაკაცებო, შემოაბრუნეთ. თქვენი ქალბატონი, თქვენი დედოფალი, ვისაც გაიცნობთ, ვინც იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. იქნება ძალიან ავტორიტეტული და ლიდერი. ლიდერი, ეს ქალბატონი იქნება ლიდერი. ლიდერი რა მხრივ ეხლა? თავის ანათესაოში ერთი სიტყვა რო ეთქმის, პირველი სიტყვა ეთქმის. ყველა უსმენს მას, ყველა აფასებს მას. მასაც ექნება თავისი წილი ცხოვრება გავლილი და ეს ყველაფერი მასაც ძალიან ისე დაუჯდა. ერთი სიტყვით და ორი გაგებით რო იტყვიან მეგობრებო, ხო? ძალიან მოსიყვარულე, ძალიან ერთგული, ძალიან მამაცი და ამ ადამიანთან იქნებით ძალიან ბალანსში. ვინც მიყურებთ, არ აქვს მნიშვნელობა. მეგობრებო. მამაკაცებო, აი თქვენი დედოფალი.
კვერთხების დედოფალი, რადგან მამაკაცებზე საუბრობდი. დედა, რა ვქნა, ისეთი ლამაზი კომბინაციები ეწყობა, რა გავაკეთო? მოდი დავასრულებ აქვე, მეგობრებო. ხა. აი, არ ვიცი. აი, შეხედეთ ამას. ეს გოგო, ეს მანდილოსანი იქნება ლიდერი, აი ხო გეუბნებით. მასთან იგრძნობთ თავს არაჩვეულებრივად. ეს იქნება ადამიანი, რომელიც იქნება თბილი მოსიყვარულე, ძალიან თავდადებული, ძალიან ინტერესიანი, ძალიან ძლიერი, ძალიან მოსიყვარულე. აი რა ვთქვა, არ ვიცი, მამაკაცებო, ძალიან მაგარი ცხოვრება გელოდებათ ამ ადამიანთან. ქალბატონებო, ეხლა ვიტყვი თქვენზე. თქვენ იქნებით ძალიან ბედნიერი ამ ადამიანთან, მინდა გითხრათ. კი ბატონო. არ ვიცი, ეხლა თქვენ შეიძლება გგონიათ, რომ მე ზღაპარს ვყვები, მაგრამ არ ვყვები ზღაპარს, მეგობრებო. მე ზღაპარს არ ვყვები აქ. ხო. თუ გონიათ, რომ ზღაპარს ვყვები, არ მომისმინოთ. არც მაგი მეწყინება. ამ ადამიანთან გექნებათ ნიშნობა, ქორწინება, ყველაფერი სიკეთე, რასაც გადაწყვიტავთ. ხა, თუ კი გადაწყვიტავთ, გექნებათ. კი ბატონო, კიდევ. აი ესეთი ქალბატონი გელოდებათ. ისიც ელოდებათ თქვენს გამოჩენას და თქვენს ელოდებით მის ნახვას. კი ბატონო, ქალბატონებო, თქვენს ელოდებით ასეთ ადამიანს. რატომაც არა, ელოდებით თქვენ წილ ბედნიერებას, ზუსტადაც. ხა, ამისთვის არაფერი არაა საჭირო, რო გააკეთოთ. ძალიანაც კარგი, გელოდებათ ორიანების თასი. დავამატებ, ეს სიყვარული იქნება უფლიდან დალოცვილი. ეს სიყვარული იქნება ის, რომ ანგელოზები მფარველობენ. აქ არის ამური, რომელიც მოახდენს თქვენ შორის ეს სიყვარულის ისარს. მოკლედ, ძალიან ისეთი შთამბეჭდავად ჟღერს ახლა ეს ყველაფერი და რო არ ვთქვა, არ შემიძლია. დედას ფიცა ვარ. აი რო არ ვთქვა, არ შემიძლია. რა ვქნა, უნდა ვთქვა. ხა. გავაგრძელებ. მომავალი ცხოვრება 6 თვის ვადაზე. როგორი იქნება თქვენი ცხოვრება? როგორი იქნება თქვენი ცხოვრება? დამთავრდება ის გულისტკივილი და ის წარმოდგენა, რაც გქონდათ ოჯახზე. ის ცუდი ნეგატივი დამთავრდება. დამთავრდება დაცილდებით. აი თუ კი ხართ, მეგობრებო, ეხლა ოფიციალურ ქორწინებაში რომელიმე თქვენთაგანი შეიძლება იყოთ რომელიმე თქვენთაგანი. აქ არის ძალიან ბევრი გულისტკივილი, ასე რომ თქვენი გულისტკივილი დამთავრდება. მინდა გითხრათ, დასრულდება. კი ბატონო. წახვალთ თქვენ ამ ურთიერთობიდან. აი მე რა რო ოჯახი გაქვთ, მე რა რო ცოლქმარი ხართ, მეგობრებო. მე ვხედავ აქ თქვენს წასვლას. ხა. აი იცით როგორ წახვალთ, აი ზუსტად პრაქტიკულად. აი ესე რაღაცნაირად გაძურებით, გამოძურებით ამ ყველაფრიდან, არი ნერვიულოთ. იმიტომ რომ დასასრულებელი უნდა დასრულდეს. ხა. ის ურთიერთობა, რომელიც უნდა დასრულდეს, დასრულდება, მეგობრებო. ამაზე თუ დაგამშვიდებთ და გინდათ რომ დაგამშვიდოთ, გეტყვით რომ არი ნერვიულოთ, ეს ურთიერთობა დამთავრდება. თუ ძალიან კი ამის სურვილი გაქვთ. კი ბატონო, მე ვხედავ აქ წასვლას. თქვენს წასვლას. თქვენ წასვლას ვხედავ მე აქ. თქვენი ქმარის თუ ცოლის თუ პარტნიორის არა, თქვენს წასვლას ვხედავ ეხლა მე აქ. ხა. თან პრაქტიკულად რაღაცნაირად, აი გაძურებით. თქვენებური სიეშმაკით გაძურებით. კი ბატონო, რატომაც არა. კიდევ მომავალი ცხოვრება 6 თვის ვადაზე. კი მეგობრებო, კი ესეა. მომავალი ცხოვრება 6 თვის ვადაზე, სასწაულები მესმის დღეს. აი, სიყვარული. გეუბნებით. ადამიანი, რომელიც შემოვა, თქვენ მასთან შექმნით ოჯახს. ადამიანი, რომელსაც გაიცნობთ, მასთან შექმნით ოჯახს. ვიმეორებ, ეს შეიძლება იყოს სხვაობა, რაღაცნაირი სხვაობა იყოს, ბევრ თქვენთაგანთან, ბევრთან, ზოგიერთებთან, მოდი ასე ვიტყვი. ძალიან დიდი სიყვარული გელოდებათ. სიყვარული გელოდებათ, აი ხელის გულზე რო იტყვიან, გატარებთ თქვენი პარტნიორი, ქალბატონებო. კი, მინდა გითხრათ, ემოცია ექნება ამ ადამიანს. რისთვისაც ამდენი იბრძოლეთ. აი ნახეთ უბრალოდ. ხო, იბრძოლეთ ამისთვის და თქვენ მოკლედ ეს ყველაფერი დაიმსახურეთ. კი ბატონო. კი ბატონო. კი მეგობრებო, ხო.
თქვენ ეს ყველაფერი დაიმსახურეთ. გაიარეთ ყველანაირი წილი ჯოჯოხეთი. მოდი ასე ვიტყვი. ბევრმა თქვენთაგანმა გაიარა ძალიან ბევრი დაბრკოლებები, ძალიან ბევრი ქვების დაშენა, ფინანსების დანაკარგები, ადამიანების დანაკარგები, გულის გატეხვები, აქ იყო მანიპულაციები, ინტრიგები, ღალატი, არ ვიცი, დანის დარტყმა ზურგიდან, აი მეგობრებო, სასწაული რაღაცეები ამოვიდა აქ, აგერ ხედავთ ხო? აი მეგობრებო, ნახეთ? ტყუილები, მანიპულაციები, დაცილება, ცრემლი, უბედურება, მწუხარება და სულ ეს იყავით ბრძოლა. ეხლა მეგობრებო, თქვენ ცხოვრებაში 6 თვის ვადაზე შეიცვლება ის, რომ შემოვა ადამიანი და ზოგადად ადამიანები, გაიცნობთ ადამიანებს და შემოვა ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ, რომელიც დაგიდგება გვერდით, ფინანსურად, მორალურად, ფიზიკურად, რომელიც დაგიბრუნებთ იმედს, რწმენას, განწყობას, ხალის, აი ღამის უძილობა რო ქონდათ, რო არ იცოდით საიდან რა გაგეკეთებინათ, მეგობრებო, აი თუნდაც საფიქრალი რო ბევრი გქონდათ, ხო, მეგობრებო, აი იცოდეთ რომ ეს ყველაფერი შეიცვლება. ხო. 6 მეგობრებო, რა არის? ძალიანაც კარგი. 6 თვის ვადაზე ჩვენი ცხოვრება. კიდევ რა შემოვა? რა უნდა ვიცოდეთ? რა შემოვა? აბა კიდევ რა შემოვა მეგობრებო? რა არის ის, რაც შემოვა ჩვენ ცხოვრებაში? თქვენ ძალიან კარგად იცით ყველაფერი უკვე. აი ის შემოვა, რაც უკვე ვთქვით. ხო. და თქვენ ეს უკვე ძალიან კარგად იცით, თქვენ ამას ელოდებით. ის რაც თქვენია, არსად არ წავა. ვერავინ ვერ წაიღებს, მეგობრებო. წაიღეს ჭირი უბრალოდ თქვენგან. მეტი ვერაფერი ვერ წაიღეს. ადამიანებს თუ კი უნდათ თქვენგან რაიმეს წაღება, წაიღეს კი, ოღონდ სიგლახე წაიღეს, მეგობრებო. მეტი ვერაფერი იცოდეთ. თქვენი ჭირი წაიღეს, აი რო იტყვიან, ჩემი ჭირიც წაუღიაო. აი ზუსტად, წაიღეს ის. თქვენი წილი ბედნიერება არსად არ წასულა, აქაა მეგობრებო. ამიტომ ელოდეთ. ხო, აბატონო, ეს ხართ თქვენ. იმპერატორი ადამიანები. პირველი კარტი იყო იმპერატორის და აგერ ხართ თქვენც. ახლოს ხართ მეგობრებო. აი ზუსტად მაგ 6 თვეში იქნება ეს ყველაფერი. შორი ახლოს ხართ უკვე. კი ბატონო. ხო. ზუსტადაც ჩემო ძვირფასებო. იმპერატორად იგრძნობთ თავს. ქალბატონი თუ მამაკაცი, რა მნიშვნელობა აქვს? მამაკაცი თავისი პოზიციით იქნება იმპერატორი, ქალბატონი კიდე ოჯახში იქნება თავისი პოზიციით იმპერატორი ქალი. ასე რომ მივე სალმები მე ამ ყველაფერს. ხა. მიყვარს ესეთი ადამიანები, რომლებმაც იციან, სად რა უნდა თქვან, სად რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა მოიქცნენ, აი, ცხოვრება გავლილი ადამიანები, ჭკუა ნასწავლი ადამიანები, აი, რუსულად ითქმის კარგად, რა ქვია მაგ სიტყვას. ხო, მოკლედ რა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მე რასაც ვხედავ აქ, ძალიან მსიამოვნებს, ოღონდ მართლა. კიდევ რა შეიცვლება 6 თვის ვადაზე? კიდევ ფინანსურად როგორ იქნებით? მეგობრებო, აი ახლა გეტყვით. ფინანსურად. ფინანსურად იქნებით ძალიან კარგად. არი ნერვიულოთ, ეხლა ესე ხართ, მაგრამ არი ნერვიულოთ მეგობრებო. ფინანსები შეიცვლება, მეგობრებო, ეხლა კი ესე გაქვთ, მაგრამ არი ნერვიულოთ. ბევრი თქვენთაგანი რაღაცა იხედება წასვლაზე. რაღაცა წახვალთ ფინანსების გასაუმჯობესებლად. კი. ნახეთ რა ხდება აქ. თუ კი ბევრ თქვენთაგანს, ზოგიერთ თქვენთაგანს უпростоრად აქვს მემკვიდრეობის პრობლემა. პრობლემა სამართალთან, საბუთების პრობლემა, ადვოკატის პრობლემა. ადვოკატის პრობლემა შეიძლება იმ შემთხვევაში იყოს, თუ კი მემკვიდრეობა გაქვთ და განქორწინების ამბები გაქვთ, ამას მოაგვარებთ, არი ნერვიულოთ. ხო, არი ნერვიულოთ მეგობრებო. ეს ყველაფერი საბუთებთან დაკავშირებით, მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს მოაგვარებთ. ადვოკატი თუ გჭირდებათ, აიყვანთ. ვისაც ჯამრთელობის პრობლემა გაქვთ, იცოდეთ რომ ჯამრთელობისთვის მიმართავთ შესაბამის ადამიანს, რომელიც დაგაყენებთ ფეხზე და აი ამ სიტუაციიდან ადგებით. წამოდგებით, არი ნერვიულოთ. ხა.
ერთადერთი რაც გევალებათ, არ იკონფლიქტოთ არავისთან, იმიტომ რომ ეს გართმევთ ენერგიას, ძალას. არავითარ შემთხვევაში კონფლიქტში არ შეხვიდეთ არავისთან, მეგობრებო. თორე აი მთვარეში ენერგეტიკულად ძალიან ცუდად იქნებით. არ იკონფლიქტოთ. ხო. არ იკონფლიქტოთ, მეგობრებო. ამისთვის ნერვი არ აიტკივოთ. არავის არაფერი არ უმტკიცოთ. არ გინდათ დამიჯერეთ. ხო. ვერავის ვერაფერს ვერ შეასმენთ და ვერავის ვერაფერს ვერ დააჯერებთ, ვერ დაამტკიცებთ, ვერ დაუმტკიცებთ და აზრი არ აქვს. ეხლა უვიც ადამიანს მიდი და რაიმე უმტკიცე, აზრი არ აქვს. მეგობრებო, უბრალოდ დაიგლიჯავთ ნერვებს და დროს დაკარგავთ ამაში. და მე ეს აისახება თქვენს ენერგეტიკულად, თქვენს ჯანმრთელობაზე, ამიტომ არ გირჩევთ. ხო. კარგით, ძალიან კარგ რჩევებს გვაძლევს მოკლედ ჩვენი ტარო. კიდე 6 თვის მანძილზე. ხო, აი რაც თქვი. აი მეგობრებო. ადამიანი ვინც მოვა თქვენთან რაიმესთვის და იმისთვის მოვა რომ თუნდაც რაიმე უმტკიცოთ. არაფერი არავის არ დაუმტკიცოთ. არა. აი ესე დავაი აქიდან უთხარით და გაუშვით. გაღმა ნაპირზე გაუშვით მეგობრებო. აი ზუსტად რაც ეხლა ვთქვი. კიდევ ოხ ასწავლი თუ გინდოდეს. კიდევ რაო. 6 თვის მანძილზე. თქვენი ცხოვრება. აი მეგობრებო. აი როგორ მიყვარს ახლა ნახეთ. აი ახლა ხო ხართ ესე. დეგრადირებულიო, ანა მარია ვიცის ზოგჯერ თქმა. დეგრადირებულიო, მეგობრებო, დეგრადაციაში ვართ. ზოგიერთები კი პანიკაში ვართ, ძალა არ გვაქვს, ხასიათი არ გვაქვს, განწყობა არ გვაქვს. ხო, აი თითქოს დამარცხებულად გრძნობთ თავს, მიტოვებულად, სირცხვილნაჭამად, აი რაღაცნაირად დათრგუნულად, აი ვართ დასტრესილები, არაფერი არ გვიხარია, ძალა არ გვაქვს, ენერგია არ გვაქვს, კიდე რა ჩამოვთვალო დავიღალე? ხო? 6 თვეში შეიცვლება ნახეთ თქვენი ცხოვრება როგორ? მოულოდნელად. ეს იქნება შოკის მომგვრელი სიტუაცია თქვენთვის. ოღონდ დედას პიცა ვარ. აქ მე ვხედავ ოჯახს ვხედავ ბევრი შემთხვევაში. ძალიან ბევრი შემთხვევაში ვხედავ ოჯახს. ხვავს და ბარაკას, მემკვიდრეობას, ბევრი სახლს შეიძენს, ბევრი მანქანას შეიძენს, ბევრი ავეჯს შეიძენს. ვის რა სურვილები გაქვთ მეგობრებო? ვის რა გინდათ მეგობრებო? შეიძლება მანქანა შეიძინოთ, გინდათ და აგროვებთ. ფინანსებს მანქანისთვის. მე გეუბნებით რომ შეიძენთ. კი ბატონო, ბევრი სადღაც წასვლაზე ფიქრობს, გადაადგილებას. წახვალთ მეგობრებო, არ ინერვიულოთ. უბრალოდ ამისი დრო არაა ჯერ მოსული. ესე მინდა დაგამშვიდოთ. ყველაფერს აქვს თავისი დრო. სამყაროს აქვს თავისი დრო თქვენთვის განკუთვნილი, ის ბედნიერი დრო, რომელიც თქვენია. ამას ვერავინ ვერ წაიღებს, ამიტომ არ ინერვიულოთ იმაზე თუ რაღაც ეხლა ვერ ხდება, ისე როგორც თქვენ გინდათ. არა ბატონო. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, თქვენი წილი ბედნიერება გზაშია. აი ესე გზაშია. მოდის მეგობრებო, მოდის გზაშია. ხა. არ ვიცი რატომღაც ეხლა მომივიდა პოსტა, არ ვიცი რას ელოდებით. რა ამბავს ელოდებით. ვიღაცა რაღაცა მნიშვნელოვან ამბავს ელოდებით. პოსტა ასე ამომიტივტივდა გონებაში. ხა. ამიტომ მიიღებთ. ვინ რას ელოდებით, გინდ პოსტით და გინდ რითი მეგობრებო. ყველაფერი თავის დროზე მოვა. ხო. ძალიანაც კარგი. გავაგრძელებ. მატერიალურად შეიცვლება თქვენი ცხოვრება გარწმუნებით 6 თვის ვადაში. კი მეგობრებო. მინდა ვკითხო კარგს ეხლა, როგორ იგრძნობთ თავს 6 თვის ვადაში? თქვენი შეგრძნება როგორი იქნება? აი, თავისუფალი. 6 თვეში
იქნება თავისუფალი, იქნებით თავისუფლები. 6 თვეში დადგებით გადაწყვეტილების წინაშე. მეგობრებო. გადაწყვეტილება რაში მდგომარეობს ახლა გეტყვით. ახალი თუ ძველი სამსახური. ახალი თუ ძველი ქალაქი, ძველი სიტუაცია, ახალი პარტნიორი თუ ძველი. ახალი ქმარი თუ ძველი. ახალი ცოლი თუ ძველი. ანუ მიხვდით ხო, რასაც გულისხმობ. ახალი პარტნიორი თუ ძველი პარტნიორი. აი ასე. წავიდე თუ დავრჩე. რა მნიშვნელობა აქვს? ძველი თუ ახალი. წავიდე ახალში თუ დავრჩე ძველში. ამ გადაწყვეტილებით წინაშე იდგებით. თქვენზე იქნება გადაწყვეტილება. თქვენ რასაც გადაწყვიტავთ, იქნება ისე. ხა. ეს რთული იქნება თქვენთვის. არ ვიცი რატომ, მაგრამ მაჩვენებს, რომ ეს იქნება რთული თქვენთვის. ბევრი ძალიან დიდხანს იფიქრებთ ამაზე, მაგრამ მინდა გითხრათ, ძალიან ბევრი არ იფიქროთ, არ გადაამლაშოთ. ხა. მეგობრებო. რაც თქვი ახლა. ხა. არ გადაამლაშოთ. ძალიან არ დაიკარგოთ გადაწყვეტილების მიღებაში. არ გააჭიანუროთ. ბევრი არ იფიქროთ. ამას დიდი ფიქრი არ ჭირდება. ხო. ძველი თუ ახალი. ძალიან კარგად იცით ახლა მე რასაც საუბრობ. ხო. კარგით. კიდევ თან რჩევებს რო იძლევა კარტი. რჩევის კითხვა არ სჭირდება. ეს გადაწყვეტილება ძალიან რთული იქნება თქვენთვის. მე ვხედავ აქ, ძალიან რთული. ბევრი თქვენთაგანისთვის. კი. ძალიან რთულად გეძლევათ. მოგეცემათ ეს გადაწყვეტილება. არ ვიცი რატო გაგიჭირდებათ ამის მიღება, მაგრამ მე ვხედავ რომ ძალიან რთული იქნება თქვენთვის, მაგრამ გარწმუნებთ. ძალიან ახლოს იქნებით სიახლეებთან და ახალ ცხოვრებასთან, ახალ პარტნიორთან, პარტნიორი, რომელიც თქვენი გვერდში მყოფი ადამიანი, მომავალი ადამიანი, რომელიც იქნება ძალიან ესეთი სიყვარულით სავსე. ამ ადამიანს შეიძლება ეყოლება ტრანსპორტი, ქალბატონების შემთხვევაში ეყოლება ტრანსპორტი. და მამაკაცების შემთხვევაში, მოკლედ რო ვთქვათ, იქნებით ძალიან ისეთი ბედნიერი თქვენს ქალბატონთან. მინდა გითხრათ, ხო. ძალიან მოსიყვარულე, ძალიან ისეთი იქნებით. სულ სხვანაირები იქნებით, მეგობრებო, ბიჭებო, თქვენზე მაქვს საუბარი. ძალიან სხვანაირები იქნებით ამ ადამიანის გვერდით. ოღონდ მართლა, კი. სურვილი გექნებათ გამომჟღავნების ემოციის. აი, ნახეთ უბრალოდ, ესეთ განწყობაზე იქნებით, კარგ განწყობაზე იქნებით. კი, მინდა გითხრათ. სტიმული მოგეცემათ. აი ზუსტად. ძალიანაც კარგი. აბა ვნახოთ ეხლა. თქვენი ცხოვრება 6 თვის მერე. ვისაც ფინანსებზე ეხლა ცოტა ის პრობლემა გაქვთ და პაუზებში ხართ ფინანსებზე. აი მეგობრებო, ნახეთ. თქვენი ფინანსები ბევრად გაუმჯობესდება 6 თვის ვადაში. ახალი შემოსავლის წყარო გაგიჩნდებათ, მინდა გითხრათ. კი. ახალი შემოსავლის წყარო გაგიჩნდებათ იმას, რასაც თქვენ უფალს თხოვთ. რაღაცას თხოვთ უფალს და ეს მოგეცემათ აუცილებლად. კი. ფინანსების მხრივ სამსახური გინდათ? იშოვით. რაიმე სიახლეები გინდათ? შემოთავაზება გინდათ? მეგობრებო, სიახლეები გექნებათ ფინანსების მხრივ და ძალიან კარგად იქნებით 6 თვიდან. 6 თვის ვადაზე ძალიან კარგად იქნებით ფინანსურად. მინდა დაგარწმუნოთ და დაგამშვიდოთ. თქვენი წილი ფინანსები გექნებათ, თქვენი ნაშრომი გექნებათ. კი. კიდევ. ექვსი თვის ვადაში რაღაც ადამიანიდან გაიგებთ მნიშვნელოვან ამბავს და ეს ამბავი იქნება ძალიან კარგი და დადებითი ემოციის მომტანი თქვენთვის.
კიდევ დამატებით ამ ამბის შედეგად თქვენ გადადიხართ ტრანსფორმაციაში, სადღაც წასვლაზე ფიქრობთ, მეგობრებო, არ ვიცი ვინსად მიდიხართ, ვინსად მოგზაურობთ, არ ვიცი. მოკლედ მორიელ ეს შენს გეხება, ჩემო კარგო, ამიტომ გადაადგილება გაქვს შენაც. თუ კი ვინმე სადმე წასვლა გინდათ, მეგობრებო, წადით, გადაადგილდით, შეიცვალეთ ადგილი, შეიცვალეთ გარემო, სიტუაცია. ხო, ამ ყველაფერზე ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი ის რაც გაუგებარია თქვენთვის, იცოდეთ რომ სწორ გზაზე ხართ. დასვენება გინდათ, წადით და დაისვენეთ. მე ვხედავ რომ სადღაც დასასვენებლად მიდიხართ. კი, ვინ მთაში წახვალთ, ვინ ბარში წახვალთ, ვინ სადღაც წახვალთ. ბევრი თქვენთაგანი რომანტიულ პაემანზე წახვალთ, მინდა გითხრათ, აბატონო. ხო, აი წახვალთ მეგობრებო, დაპატიჟებულები იქნებით 6 თვის ვადაზე. გამგზავრებას ვხედავ, თუმცა გაუგებრად ვსაუბრობ ეხლა მე თქვენთვის, მაგრამ თქვენც ძალიან კარგად იცით ეხლა მე რასაც ვსაუბრობ. სადღაც წასვლას ვხედავ, ჩამოჯდომას ვხედავ, მთაში, ზღვაში, დასასვენებლად პიკნიკზე, წახალისებას ვხედავ. ეს იქნება რომანტიული, შეიძლება საღამოც. ახლა შეძენილი მეგობრები ამასაც ვხედავ, ეხლა გაუგებრად ვსაუბრობ, მაგრამ არც მასე გაუგებარად მომაქვს თქვენთან ინფორმაცია მეგობრებო, მე მგონი გასაგებ ენაზე. გეუბნებით ამ ყველაფერს, თუმცა ვხედავ რომ ტრანსფორმაციაში ხართ და გადადიხართ თუ უკვე გადასულები ხართ, მაგრამ ეს ტრანსფორმაცია დადებითის მომტანია თქვენთვის. ძალიან კარგი შესაძლებლობები შემოდის 6 თვის ვადაზე და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ისეთი აურა მაქვს ეხლა აქ მე, ხო? აი ხმაზეც მეტყობა მე მგონი, კი. დედა რას მელაპარაკები მორიელ? რა მაგარია? ხო, ძალიანაც კარგი. შეტყობინება 6 თვის ვადაზე, შეტყობინება. ხა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, სამართლიანობა იზეიმებს 6 თვის ვადაზე თქვენ ცხოვრებაში, გეუბნებით ფინანსები გინდათ, სამსახური გინდათ, თითქოს ისე თავისუფლად იგრძნობთ თავს, ბავშვივით, თუნდაც აი ესე მასხარასავით, რაღაცას გარისკავთ თქვენ. მინდა გითხრათ. ეს არის რისკის კარტი და თქვენ რაღაცას გარისკავთ. იმას გარისკავს, რასაც ორჭოფობთ ეხლა. მე არ ვიცი ეს რა არის, მაგრამ კი, ესე იქნებით. რაღაცას ორჭოფობთ ეხლა, რაღაცა ვერ გადაგიწყვეტიათ, მაგრამ ბოლო ჯამში, საბოლოო ჯამში მაინც გადაწყვიტავთ და მაინც გააკეთებთ იმას, რაზეც ეხლა ჯერ ვერ გაგვიგია, კი თუ არა. გადავწყვიტოთ თუ არა. ხო, აი ისედაც იქ ჩანს რომ გადაწყვეტილების წინაშე დადგებით. ეს შეიძლება იხებოდეს საქმიანობასაც, პარტნიორსაც, გარემოებას, სიტუაციას, არ ვიცი ახლა ვის რა სიტუაცია გაქვს და ვისთან რა ხდება, მეგობრებო, ძალიან ბევრი ვართ. ხო, რა ვთქვა, მაგრამ 8000 უკვე გადავწდით და ძალიან მიხარია. ხო? ამიტომ მოულოდნელად რაღაც ამბით თუ რაღაც გადაწყვეტილებით, რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებთ და გარისკავთ. და ის, რასაც გარისკავთ, ხო, მეგობრებო, სწორი გადაწყვეტილება იქნება თქვენი ცხოვრებისთვის. კარგი ქმედებები, ხო, ანუ კარგ შედეგს მოგცემთ ეს ყველაფერი. ეს თუ სამსახურს ეხება, მეგობრებო, და ვერ გადაგიწყვეტიათ, შეიცვალოთ თუ არა, ან წახვიდეთ სხვა ქვეყანაში და იმუშაოთ თუ არა, გეტყვით რომ წადით. კი. წადით მეგობრებო, აი ესე გარისკეთ და წადით. იმიტომ რომ ეს კარგ ფინანსებს მოგიტანთ. თუ კი ამაზე ფიქრობთ. წადით მეგობრებო. კი, არა პრობლემა. ხო. ძალიანაც კარგი. და ბოლოს კიდევ რას გვეტყვის? აი ეს დარჩენილი დასტავ ნახოთ, რასაც გვეტყვის, ესე ამოვიღებ მეგობრებო. ხო, გადით მეგობრებო, გადით, გაარღვიეთ ეს გაურკვევლობის კედელი და გადით. გადაწყვიტეთ ბოლო რა გინდათ? მარჯვნივ წასვლა გინდათ თუ მარცხნივ? აი ის გინდათ თუ ეს გინდათ? ერთადერთი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის ბალანსი შეინარჩუნეთ. ყველაფერი გადაწყვიტეთ აი საღი გონებით. ცხელგულზე არაფერი არ გადაწყვიტოთ. დაჯექით, გადით ჰაერზე, დაჯექით თქვენთვის წყნარად და
ჯერ ეს ერთი ჩამოწერეთ სურვილები, რა გინდათ, როგორ გინდათ, როგორი ადამიანი გინდათ, რომელი ქვეყანა გინდათ, რა სამსახური გინდათ, აი რა დატვირთვა გინდათ, რა შეგიძლიათ. ყველაფერი ჩამოწერეთ, მეგობრებო. და აუცილებლად ნახავთ გამოსავალს. უბრალოდ ბალანსი არ დაკარგოთ. კიდევ ხო. ბრძოლა უნდა იბრძოლოთ კი. თქვენივე მომავლისთვის უნდა იბრძოლოთ. ეხლა ჩემ საქმეს თქვენ ვერ გააკეთებთ. ასევე მე ვერ გავაკეთებ თქვენ საქმეს. მე რა შემიძლია აგერ გეხმარებით, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია რა უნდა გააკეთოთ მეგობრებო. ყოველთვის ვამბობ, ტარო გვაჩვენებს ამ გზაზე გელოდება ეს, მარჯვნივ გელოდება პლუსი, მარცხნივ გელოდება მინუსი. ეხლა უნდა აირჩიო მეგობრებო. საით წახვიდეთ? თქვენ მეტი არაფერი. ხო. კიდევ თქვენივე ბედნიერებისთვის თქვენ უნდა იბრძოლოთ. აბატონო. 6 თვის ვადაზე. თქვენ გელოდებათ ბედნიერება. ის ბედნიერება, რისთვისაც იბრძოდით და ის ბედნიერება, რისთვისაც იბრძოლებთ. ბრძოლა ამად ღირდაო იტყვით. ხო. აი, იტყვით. შეხვდებით თქვენნაირ ადამიანს. მე ვხედავ აქ შეხვედრას. კი. მე ვხედავ ადამიანს. ქალბატონების შემთხვევაში ეს იქნება ფორმიანი ადამიანი. შეიძლება კონდეს დადიოდეს ბრონის ჟილეტით, ხო, აი დაცვის ჟილეტები როაცვიათ. კი, შიგნიდან ტყვია გაუნტარი ჟილეტი. შეიძლება იყოს მილიცია, პოლიცია, აი ლიჩნად თანამშრომელი, არ ვიცი, მაგრამ ხო, უსაფრთხოების თანამშრომელი. ზოგიერთებთან შეიძლება ესეც იყოს. კი, რაღაც ფორმიანი ადამიანი გულთბილი და გამბედავი. კიდევ თქვენი ცხოვრება 6 თვის შემდეგ. ძალიან ბევრი სურვილების ასრულებას ვხედავ მეგობრებო. აი არ ვიცი, მაგრამ პრობლემების მოგვარებას, დამთავრებას, დასრულებას და ბალანს ვხედავ. თქვენი ცხოვრების ბალანს ვხედავ. როდესაც ბალანსში მოხვალთ, მე ვხედავ თქვენი სურვილების ასრულებას. ესაა ბალანსი, ესაა სურვილები. ცხრიანების თასი, მეგობრებო, და ზომიერება. იცით ალბათ რასაც ნიშნავს, ხო? სამიანების თასებიდან გამოვდივართ, თავდება ჩვენი სამკუთხედები, პრობლემები, ყველაფერს ვაგვარებთ 6 თვის ვადაში და ჩვენი ცხოვრება იცვლება რადიკალურად. ოღონდ ხუმრობის გარეშე, კი. და ამ ყველაფერს ვინ აკეთებს? ისევ და ისევ ჩვენ. სხვა არავინ. ხო. თავდება რთული სიტუაციები და ჩვენივე შრომით მეგობრებო, აი ზუსტად ჩვენივე შრომით ნახულობთ შედეგებს. ვიმკით შედეგებს მეგობრებო. ხო. აი ასე. იცით რა გემრიელია? ჩვენი ხელით გაკეთებული მოგვარებული პრობლემები, აი ვერ წარმოიდგენთ. სხვისი დასამადლებელი რო არაფერი გვაქვს. აი ვერ წარმოიდგენთ მეგობრებო. ამაზე დიდი გემრიელი და ტკბილი არაფერი არაა, რომ ვინმე ვერ წამომამადლებს, ეხლა მე რო ვინმეს რაიმე მაქვს. უფ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე მაქვს საჯარო ლაივი. კითხვებზე პასუხები არ მაქვს. ხო. სამყარო, მეგობრებო. აი, ნახეთ, ეს ყველაფერი არის სამყაროდან, ეს თქვენ ჯერ არ იცით. თქვენ იმ ადამიანს ბევრი შემთხვევაში ქალბატონები. ქალბატონებზე მაქვს საუბარი. თქვენ რაც გელოდებათ, თუნდაც მამაკაცები რა მნიშვნელობა აქვს. თქვენ რაც გელოდებათ, მეგობრებო, როგორი ცხოვრებაც გელოდებათ, თქვენ ჯერ არ იცით. არ იცით. ეს არ გავს თქვენს წარსულს. ეს არაა ის თქვენ რო გინახიათ. არა. ეს არის სრულიად ახალი, განსხვავებული ურთიერთობა, სადაც იქნებით ერთნაირად. ბავშვთან ბავშვი, დიდთან დიდი. აი თქვენ როგორ იცხართ? ჩათვალეთ რომ თქვენივე ორეულს ხვდებით. ხო. თქვენივე ორეულს ხვდებით.
კი. ეს ის არის ზუსტად რაც თქვენია. ეს ის არის რაც სამყარომ მოგანიჭათ. ეს ის ბედნიერება ზუსტად რაც სამყარომ ჩათვალა. ის არა რაც თქვენ გინდოდათ. არა. ის იმიტომ არა ხდა და არა ხდება რომ ის თქვენი არაა. ის თქვენ ბედნიერებას ვერ მოგიტანთ. მეგობრებო, აბა კარგად დაფიქრდით. რატომ არ აგისრულდათ ის რაც გინდოდათ? აბა მიპასუხეთ. ზუსტად კარგს რო გეუბნება გული, მაგია საქმე ზუსტად. უბრალოდ დროის საკითხია მეგობრებო, ხა ძალიან არ ჩავეციკლოთ ამ კარგს. მოვა ეს კარგიც, უბრალოდ ვიცით რომ მოვა. ხო, და всё. ამაზე აღარ ვიფიქროთ, აღარ ვინერვიულოთ. ხო. როდის მოვა? როცა ჩათვლის სამყარო საჭიროდ მაშინ. როდის მეკითხებიან კაცო, როდის დავიღალეო, როდისო? ხო. მაპატიეთ, მაგრამ ეხლა მე კანონებს ვერ დაუწესებ სამყაროს. ვერც თქვენ. ხო. როდესაც ჩათვლის უფალი მაშინ საჭიროდ. მაშინ. ზუსტად. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან საინტერესო იყო დღეს ჩვენი ტაროს ინფორმაცია. ხო. ამიტომ არ დაიღალოთ გონება. ამისთვის ივანდოთ უფალს ყველაფერი და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვჭირდება. არა ისე, როგორც ჩვენ გვინდა. არა, ჩვენ გვინდა, ჩვენ რა გვინდა? არა. ჩვენ როგორც გვჭირდება და გვესაჭიროება, ის იცის უფალმა. ამიტომ არ შევეწინააღმდეგოთ იმას, რაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში. ხო. აი ესეა მეგობრებო. კი. მოკლედ გადავიდეთ ეხლა ასტრაბარათებზე. ხო არ დავიღალეთ? რა მაგის პასუხია? მეგობრებო. ხო არ დავიღალეთ? აბა? ძალიან საინტერესო რამ გველოდება 6 თვის ვადაზე, ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, გავხალისდეთ, 6 თვის ვადაზე იქნება თუ 1 წლის ვადაზე. არ ჩამოვუშვათ ყურები რო იტყვიან. ხა, არ დავისტრესოთ, არ მოვიწყინოთ, ეს არაფერს არ შეგვიცვლის, მაინც ჩვენი არსად არ წავა. ჩვენი მაინც ჩვენთან მოვა მეგობრებო. ხო, ჩემთან რა დაგვალეს, ძალიანაც კარგი. ძალიანაც კარგი, ჩემო ძვირფასებო. ხო. მოდი აბა ვკითხოთ ეხლა ასტრაბარათებს. აი ჩაიფიქრეთ თქვენც და დაუსვით შეკითხვა ასტრაბარათებს. ჩვენი ცხოვრება 6 თვის შემდეგ. რა უნდა ვიცოდეთ? ხა. რა უნდა ვიცოდეთ 6 თვის ვადაზე ჩვენი ცხოვრება როგორი იქნება? დავიწყოთ. ოჰოჰოჰო, რა მაგარია. არ ვიცი მეგობრებო, ვის რა გიზიდავთ, ვინ რითი დაკავდებით, ახლა გეტყვით, ვინ ფოტოგრაფით, ვინ მხატვრობით, ვინ აპლიკაციით, ვინ რაღაცა გადაადგილებით, ვინ პირამიდებით, ვინ რითი და ვინ რითი, ვინ წერით, ვის რა სურვილები გაქვთ მეგობრებო. ძალიან კრეატიული ადამიანები მიყურებთ. ძალიან ნიჭიერი ადამიანები მიყურებთ. ბევრი სამოგზაუროდ წასვლაზე ფიქრობთ. 6 თვის ცხოვრება შეიცვლება თქვენი, აი ესე, სამოგზაუროდ წახვალთ. ვის სად და ვინ სად? ხა, კიდე. თქვენი ცხოვრება 6 თვის შემდეგ. ბევრი ვიღაცები, რაღაცას დაიწყებთ, გახსნით, წამოიწყებთ. ეს არის დაწყების აპერტურა, ნახეთ, გახსნა, დაწყება, წამოწყება. ვინ ტაროლოგით დაკავდება, ვინ ფსიქოლოგით, ვინ აი ხა მე აქ ძალიან ბევრი მიყურებს ჩემი კოლეგები, დამწყებები, მეგობრებო, დაიწყეთ. რას ელოდებით? მაინც უნდა დაიწყოთ და მაინც დაიწყებთ, იცოდეთ. გარწმუნებთ, კი. დარწმუნებული იყავით, მაინც დაიწყებთ და სანამ არ დაიწყებთ, მანამ სამყარო არ მოგეშვებათ და ჯობია დროულად დაიწყოთ. ხა. აი ასე. ხა. რაღაცა უნდა დაიწყოთ, აუცილებლად. ეს არის დაწყების, გახსნის, წამოწყების, შექმნის კარტი. ვისრა და ვისრა? ეხლა გეტყვით. ვის ექიმობა გინდათ, ვის მწერლობა გინდათ, ვის წმედებზე მუშაობა გინდათ, ვის ტაროლოგია, ვის ფსიქოლოგია, ვის მანტრები, არ ვიცი მეგობრებო. ვის რა გიყვართ? სიმღერა, ცეკვა, მუსიკა, ხატვა, ქარგვა, ხაზვა.
არ ვიცი, ვის რა გიყვართ? ვის რა გიზიდავთ? წმენდები, აქ შეიძლება იყოს წმენდებიც. კი. გამოლოცვებით შედის ამაში. ერთ-ერთი. კი ბატონო. ვის რა შეგიძლიათ? შეიძლება შეგიძლიათ სანთლების კეთება, რაღაცების კეთება, რაღაც ხსნარები, მეგობრებო, ხსნარი რა, მინარევები, რაღაცებთან არის საქმე. ვის ტორტის ცხობა შეგიძლიათ? რა ვიცი, მეგობრებო? ვის რა შეგიძლიათ? თქვენ ძალიან კარგად იცით, ახლა მე რასაც საუბრობ. ის რისკენაც გიზიდავთ გული. ყველაზე მეტად რა გიზიდავთ? აი ის უნდა გააკეთოთ. თქვენ ძალიან კარგად იცით, ახლა მე რასაც საუბრობ. კი ბატონო. ძალიან კარგად იცით, რასაც საუბრობ. კიდევ. თქვენი ცხოვრება 6 თვის შემდეგ. სასწაული. თქვენი ცხოვრება 6 თვის შემდეგ. დამოუკიდებლები გახდებით. ეს არის დამოუკიდებლობის კარტი. არ იქნებით ისეთები, ეხლა როგორებიც ხართ. თუ კი რაიმეს დამოკიდებული ხართ, მავნე ჩვევებზე, ადამიანებზე, გარემოებაზე, სიტუაციაზე, იცით როგორები გახდებით? აი ეხლა როგორც მე ვარ მაგალითად. ახლა მე თლათ მასეც არ ვარ, მაგრამ ეხლა გეტყვით. ხო, თუ კი ნერვიულობთ ეხლა, ვაიმე ხვალ რამე შველება, ფული არ მაქვს და როგორ უნდა ვიცხოვრო? ამაზე აღარ ინერვიულებთ. ცუდი ფიქრებისგან განთავისუფლდებით, სიტუაციიდან განთავისუფლდებით, თავისუფლებას შეიგრძნობთ. არ გექნებათ ნერვიული და სტრესული ფონი. აღარ ინერვიულებთ არაფერზე. ხო. მე რა რო უკან ცეცხლია და პაჟარია, თქვენ არ ინერვიულებთ. ეხა ცუდი გაგებით არ გამიგებთ იმედია. რას ქვია ხა უკან ცეცხლია, მაგი ეხა პირდაპირ მნიშვნელობით არ ვსაუბრობ ამ ყველაფერზე, გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ ამ ყველაფერს. ხო. აქამდე თუ აკვირდებოდით ყველას და ყველაფერს, ყველას სიტყვას მნიშვნელობას აქცევდით. ვის რა ეცვა, ვის რა ეხურა, ან ვინ როგორ გიყურებდათ, ბინოკლით გიყურებდათ, გამადიდებელი შუშით, თუ ამას ნერვიულობდით, ვინ როგორ დაგინახავთ, ვინ რას იფიქრებს, ეს რო გაცვიათ, ის რო გაცვიათ. აი ესეთი ფიქრები აღარ გედარდებათ უკვე 6 თვის მერე. ასეთი რაღაცებიდან თავისუფალი იქნებით. თავისუფალი რა მხრივ ხა? აღარ იდარდებთ. სხვის აქციელზე, სხვის ქმედებებზე, სხვის ფიქრებზე, თუ რა გაცვიათ, ის როგორი ფიქრებს. ახლა მე მოკლე მაცვია და იგი რას იფიქრებს. საერთოდ დარდი კვირაში, ვინ რას ფიქრობს ახლა ჩემზე, მე რა მაცვია დღეს. მეგობრებო. ხო. აღარც ხვისი აზრი და გაინტერესებთ, აღარც ხვისი ფიქრები, ხო. ყველაფერს არ გაეკიდებით. აი ყველა წვრილმანი ხო ჩანს ამაში, ბინოკლში. ამას აღარ გაეკიდებით. ამას აღარ იქნება დიდი მნიშვნელობა თქვენთვის. ხო. კიდევ 6 თვის შემდეგ თქვენი ცხოვრება. სასწაული თუ გინდოდეთ. ხო, აი ნახეთ. ანალიზი და შედეგი. ეს არის გაანალიზების კარტი. აი ხო გეუბნებით, აი ზუსტად. ამის მომდევნო ფოტო ზუსტად ესაა. მიჯაჭულობიდან გამოდიხართ. ესეც კიდევ ერთ-ერთი რაღაც მიჯაჭულობის კარტია. ხო, გაანალიზებთ თქვენ ცხოვრებას. მიხვდებით, რომ არაფერი არაფრად ღირს. საკუთარი თავის იქეთ. ხო, ჯერ მე და მერე სხვა დანარჩენი. აი ამას მიხვდებით. ამის გემოს შეიგრძნობთ მეგობრებო. აქამდე მიხვალთ, რომ აი всё და აი ამ დროს იქნებით ბედნიერები და თავისუფლები. ხო. აი ამ თავისუფლებას იგრძნობთ, ესაა საქმე. და ეს იქნება ძალიან დიდი და ისეთი შეგრძნება, დამოუკიდებელი, გონებრივათაც დამოუკიდებლები იქნებით, მეგობრებო და ეს იქნება ძალიან დიდი ბედნიერების შეგრძნება თქვენთვის, გარწმუნებთ. კიდევ. ხო, კიდევ რაო? თქვენი ცხოვრება 6 თვის შემდეგ. საინტერესოა. ხო გეუბნებით, თავისუფლები, ყველანაირი, ყველაფრიდან, ყველანაირი პასუხისმგებლობიდან თავისუფლები. ეხა აქ კი ხატია ჩვენი გამოგდებული კუცურა. ხო, 6 თვის შემდეგ შეიძლებაც და მართლაც ასე მოხდეს, თქვენი კუცურა ესე გამოგდებული დარჩეს, არც ამას გამოვრიცხავ. ხო, ამასაც გაიგებთ.
ჯერ ერთი, რომ თქვენი ვაჟბატონი თუ ქალბატონი ქუცურა დარჩა ცარიელ-ტარიელა, ყველაფრის გარეშე, არავისთან დარჩა მარტო და ეს ასეც იქნება. მეგობრებო, ვინც არ უნდა მიყურებდეთ ახლა იცოდეთ რომ თქვენი პარტნიორი დარჩება ესე მარტო, ამას გაიგებთ. ეს ერთი. მერე მეორე. აი ყველანაირი ყველაფრის პასუხისმგებლობიდან განთავისუფლებული იქნებით. აი ხო გეუბნებით, თავისუფალი იქნებით იმ ურთიერთობიდან, რაშიც ეხლა შებოჭილები ხართ. თუ კი გსურთ ნამდვილად ეს, რომ აი თქვენს ეხლანდელი ურთიერთობიდან განთავისუფლდეთ და წახვიდეთ, წახვალთ. იმედს გაძლევთ, რომ წახვალთ კი. კუცურა, კაკაც გამოყო კუცურამ ფეხი. ნუ რა ვქნათ ეხლა? მაგრამ მანიკურებს ვერ წავუსმევთ. კუმ გამოგვიყო ფეხი. აი ესა ზუსტად კუზეროზის. კუ. ხა მეტი რა შეუძლია? კუ. ორი სიტყვა და კუ. დამთავრებულია ყველაფერი. კარგით. და კიდევ მინდა ვკითხო კარტს. 6 თვის მერე თქვენი ცხოვრება. აი, მეგობრებო, ისეთ როგორი ადამიანები ხართ, მე ძალიან გაფასებთ ყველას, კი. ძალიან ისეთი მაღალ ვიბრაციებში მყოფი ადამიანები. 6 თვეში თქვენ იქნებით სულიერად თავისუფალი ადამიანები. სულიერი ტკივილი აღარ გექნებათ, სიმძიმე აღარ გექნებათ. აი გულის ტკივილები აღარ გექნებათ, შფოთვები აღარ გექნებათ. იქნებით ძალიან გაწონასწორებულები, ძალიან ისეთი ხელგამოსული ადამიანები მიყურებთ, რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგდით. ვის ტორტის კეთება, ვის კულინარია, ვის ქსოვა, ვის ქარგვა, ვის მიწათმოქმედება, ანუ რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, მეგობრებო, ყველაფერი გამოგდით, იმიტომ რომ უფლის მადლი გაქვთ, მეგობრებო. ადამიანებს, რომლებსაც სამყარო და ბუნება უყვარს, იმ ადამიანს უფლის მადლი აქვს ყოველთვის. იცოდეთ ეს? ხო. იცოდეთ, მე ყველაფერი მაინტერესებს და თუ კი რაიმეს მოკიდებ ხელს, ყველაფერი გამომდის. დამცხრებიც, ქსოვაც, ქარგვაც, კერვაც, კეთება, საჭმელები, აი ყველაფერი მეგობრებო. ხო. ყველაფერი გამომდის. შემიძლია. აი ხართ ოქროს ხელება, ადამიანები. გიყვართ ბუნება, გიყვართ ცხოველები, გიყვართ ფრინველები. აი გიყვართ, ყველაფერი გიყვართ კი. ზე, წვიმა, ქარი, ყველაფერი გიყვართ, რაც ბუნებასთან ახლოსაა. არ თაკილობთ არაფერს. ხო, ამიტომ ხო, ბევრს ყავა გიყვართ. ყავა გიყვართ ბევრს განსაკუთრებით. ჯაკობსის ყავა რამდენს გიყვართ? მეგობრებო. ჯაკობსის ყავა რამდენს გიყვართ? მე არ მიყვარს. მაგალითად, თქვენი არ, თუმცა ვსვამ. ეხლა ყავას ვსვამ ჯაკობსის კი. სიყვარულით არ მიყვარს, მაგრამ ხო, აი რაღაცნაირად ვსვამ. რამდენს გიყვართ? კიდევ თქვენი ცხოვრება 6 თვის შემდეგ და ბოლო ასტრა ბარათი მეგობრებო, დღეისთვის. ოჰო, მეგობრებო, ბოლო ასტრა ბარათი, ეს არის კარტი, ბარათი, კარგისაც და ცუდისაც. აქამდე თუ იყოთ ცუდი, თქვენი ცხოვრება მეგობრებო, შეიცვლება კარგისკენ. ამიტომ არაფერზე არ ინერვიულოთ. გარწმუნებთ. აქამდე ხო ყველაფერი ცუდად იყო, ეხლა შეიცვლება კარგისკენ. ამიტომ არ ინერვიულოთ. სიტყვას გაძლევთ. ხო. რომ ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. კი. მოდი ერთიც კიდევ დავამატოთ. იდეალიზმი. რატომ გამიქცა ხელი? ეხლა გაქვთ დაბნეულობის პერიოდი. ეს ყველაფერი გამოწეულია რაღაციდან, მაგრამ არაუშავს. დაბნეულობას აქვს ადგილი, მეგობრებო, მაგრამ არაუშავს. არაუშავს, მეგობრებო. ხო.
არა უშავს. დასრულდება 6 თვის ვადაზე თქვენი ტანჯვა წამება. ის ჯოჯოხეთური ცხოვრება დასრულდება. ძალიან ტოლერანტული ადამიანები მიყურებთ, ძალიან მეგობრულები, ძალიან ერთგულები. ადამიანებს ბევრ თქვენთაგანს აქვს სხვადასხვა ეროვნებასთან შეხება. კი, ანუ ემიგრაცია. ბევრი თქვენთაგანი ემიგრაციაში ხართ. კი. სხვადასხვა ადამიანებთან, სხვადასხვა რჯულის ადამიანებთან გიწევთ შეხება, კონტაქტი. თავისთავად თუ კი ემიგრაციაში ხართ, კი ბატონო, ტოლერანტულობის კარტია ეს და ეს ამბობს მაგას ზუსტად, რომ ისეთ ადამიანებთან გიწევთ ურთიერთობა, აი შავკანიანთან, აი სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან გაქვთ შეხება. და შეგიძლიათ, ანუ გამოგდით, ახერხებთ. ძალიან ტოლერანტულები ხართ, მოკლედ მეგობრებო. ამიტომ თქვენი თქვენი ცხოვრება როგორ შეიცვლება 6 თვის მერე. მინდა გითხრათ. რამდენადაც არ უნდა ინერვიულოთ. არაფერზე არ ინერვიულოთ, მეგობრებო. გარწმუნებთ 10,000%-ით. 6 თვის მერე თქვენი ცხოვრება იქნება სიყვარულით სავსე. თან აქ სიყვარული ისეთი არა, მხოლოდ თქვენ რო გაცემთ. არა. აქ ვხედავ მე ორმხრივ სიყვარულს. ეს არის ორმხრივი სიყვარულის კარტი. ბარათი ორმხრივი გრძნობა. გრძნობა ორმხრივი. დაფასება ორმხრივი. რასაც გასცემთ, იმას მიიღებთ. და რასაც მიიღებთ, ის უნდა დააბრუნოთ უკან. მეგობრებო, აი ესეთ სიყვარულს ელოდეთ 6 თვის ვადაში. ხო. ბოლო კარტი სიყვარულის. ორმხრივი გრძნობის. ორმხრივი ბედნიერების მეგობრებო. ამიტომ არ ინერვიულოთ. და მაჟრიალა მეგობრებო. ოღონ მართლა დედას გეფიცებით. ამიტომ არაფერზე არ ინერვიულოთ. ეს არის თქვენი პარტნიორი დაახლოებით მეგობრებო, უბრალოდ ეხა მოქმედებას შეხედეთ. რასაც გასცემთ, იმას დაგიბრუნებთ ეს ადამიანი. და რასაც მოგცემთ ეს ადამიანი, იგივე უნდა დაუბრუნოთ მას. იცოდეთ, ესეთი სიყვარული გელოდებათ, ესეთი ურთიერთობა გელოდებათ. ეს იქნება ზუსტად 6 თვის ვადაზე. ხო. ამიტომ ნამდვილად მოსალოცი ამბავია, ძალიან სასიამოვნო ამბავია, ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან დღევანდელი ლაივის, ზოგადად ყოველი ლაივი ჩემთვის ძვირფასია და მნიშვნელოვანია. ის რაც მაქვს ვიდეოები შენახული, თითოეულ მათგანიდან საჭირო ინფორმაციას ვღებულობთ მეგობრებო, რაც უნდა გამოვიყენოთ და ვისარგებლოთ დადებითად, ამიტომ აიღეთ, სასიკეთოთ. ნამდვილად არ მენანებაა. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს, ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ, ძალიან მეიმედებით. მინდა იყოთ ბედნიერები, ჯამრთელები, ლაღები. არავისთვის გული არ იტკინოთ, არ ღირს. ამ წუთისოფლის ცხოვრებაში შევირგოთ ის ბედნიერი წამები და წუთები, რასაც უფალი გვაძლევს ყოველ დილით და ყოველ საღამოს. მშვიდობიანად ვიღვიძებთ და მშვიდობით ვიძინებთ. მადლობა უფალს ყოველი გათენებული დღისთვის, ამიტომ ვიყვეთ მადლიერები. ბედნიერი და წარმატებული დღე ყველას, გაიხარეთ და ლოცვილები ყოფილიყავით ყოველთვის მუდამ. რა ვიცი, რაც მე მემეტება თქვენთვის კარგი, ის დამიბრუნოს უფალმა მე. 2 მაგათ, 10 მაგათ მეგობრებო. ის სიკეთე, რაც მე თქვენთვის მემეტება. ასე რომ, აბა დროებით. და გელოდებით შემდეგ კომენტარებში. უღრმესი მადლობა ყველას და აბა კომენტარებში მეგობრებო.